რა გაძვირდა ყველაზე მეტად საქართველოში ბოლო 5 წელიწადში? რა გაძვირდა კი არა, რა აღარ გაძვირდა. მაგრამ იცი რა მახსენდება? ორი ნაბიჯი ხო არ ყველაზე იაფი მაღაზია და შეიძლება შევდიოდი ხოლმე იქ. და წლების წინ რო ხაჭოს ვყიდულობდი ხოლმე. როგორც ფასდაკლებაში თუ ჩვეულებრივ ფასი რო ქონა ხოლმე ლარი და 60 რაღაც სვანურის, ხო იცი პატარები რომ. და აი რაღაცა მომენტში, აი პროსტა კი არ გაძვირდა, ანუ ლარით გაძვირდა, ან ლარი და ლარნახევრით, ან 2 ლარით. და ეხლა ფერი გაძვირდა, შენ რა გახსენდება ისეთი? შეუძლებელია ესე ცხოვრება. იმისთვის, რომ ადამიანს ხელფასი ეყოს ჭამისთვის. აი, ეს არის შეუძლებელი. მართლა მარტო, ანუ კარტოფილი უნდა ჭამო, ანუ რა ვიცი, წიწიბურა და ადამიანმა ცილები თუ არ მიიღე და ცხიმები თუ არ მიიღე და ჯანსაღი საკვები, რა ვიცი, რანაირად უნდა იფუნქციონიროს, მე არ მესმის. ვისაც 600 და 800 ლარი აქვს ხელფასი, აი რანაირად უნდა ეყოს საჭმელში, მხოლოდ საჭმელში, აღარ ვამბობ გადასახადებს და იმებს, აი ჩემამდე არ დადის. ამიტომ რამე კი არა, ყველაფერი გაძვირდა.